ჩვენ ავირჩიეთ ახალი თავმჯდომარე საკრებულოსი ბატონი ირაკლი შიხიაშვილი. მე აქვე მინდა დავადასტურო და თქვა რომ ეს იყო უმრავლესობის კანდიდატურა. უმრავლესობა შედის 25 ადამიანი. ერთმა პიროვნებამ ამ შემთხვევაში ხალბატონმა გულიკო ზუმბაძემ თავი შეიკავა ამ კანდიდატურისაგან. 24-მა აი ამ კონსულტაციის შემდეგ 24-მა საკრებულოს წევრმა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ბატონი ირაკლის სასარგებლოდ და ჩვენ ერთობლივად გავედით მერე უკვე რიგარეშის ხდომაზე ამ არჩევნებზე ჩვენი კანდიდატურა იქცა. თუმცა უმრავლესობის შიგნით ბატონი ირაკლის კანდიდატურა წარმოადგენდა მისმა ფრაქციამ, ეს არის ფრაქცია თავისუფლება. ჩვენ ქონდა ეს არ არის იყო ერთგვარად ამ კონსულტაციების დასასრული თუ არა ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს ჩვენ მუდმივად ვსჯელობდით ამ კონფიგურაციაზე და ბუნებრივად გუშინ ჩვენ ეს ასე ვთქვათ მთლიანობაში დასრულდა ეს პროცესი. ასე რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს უმრავლესობა რა თქმა უნდა არის ასე ვთქვათ შექმნილი ინტერპარტიული პრინციპით. და ჩვენ აქ გვაქვს ასე ვთქვათ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ეს არის სწორედ საწინდარი რომ მომავალში თბილისის საკრებულოში იქნება მუდმივი ოპონირება ყველა საკითხთან დაკავშირებით და არ იქნება ერთიანი ხისტი გადაწყვეტილებები როგორც თუნდაც ნაციონალურ მოძრაობის პერიოდში იყო. საზოგადოებისთვის ღიაც დავტოვებთ ღია იქნება საკრებულოს სხდომები. და მათ შორის მედიისათვის თქვენ იცით რომ იყო ხშირად მძიმე გადაწყვეტილების წინ რომელსაც იღებდა ხოლმე საკრებულო ხშირად მედია საერთოდ არ ეძახდნენ. ან დააკეთებდნენ სპეციალურად საკრებულოს სხდომას იმ დროს რომ მედია არ მოსულიყო. მე მახსოვს მაგალითად ესეთი გადაწყვეტილების პერიოდში 6 საათზე დანიშნული საკრებულოს სხდომები რომლის შემდგომაც მედია ფაქტობრივად არ იყო ხოლმე დაპატიჟებული. რა შეიძლება განვითარდეს თბილისის საკრებულოში? თბილისის საკრებულოში თვითონ თბილისის საკრებულომ პირველი რაც უნდა გააკეთოს ეს არის იმ უფლებამოსილებების უკან დაბრუნება რომელი უფლებამოსილებებიც ჩვენ თავის დროზე დელეგირების სახით გადავეცით ქალაქის მერიას. ეს კანონი ამის საშუალებას გვაძლევს. მეორე არის ის რომ ჩვენ უნდა მივმართოთ აუცილებლად საქართველოს პარლამენტს და გავაჩინოთ უკვე კანონში ჩანაწერი რომ არსებობდეს მთელი რიგი ბმები თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის. დღეს რომ თქვენ წარმოედგინოთ რას რეალობა გვაქვს. ცალკე არსებობს მერია, ცალკე არსებობს საკრებულო. მოგეხსენებათ ხელისუფლება იყოფა სხვადასხვა შტოებად და ამ შტოებს შორის არსებობს ურთიერთასთან მიმართება. ანუ ერთმა შტომ მეორე უნდა აკონტროლოს და ეს არის სწორედ პრინციპი დემოკრატიისა. დღეს ჩვენ თბილისში ესეთი პრინციპი არ გაგვაჩნიათ. ვერ დამისახლებთ ბიუჯეტის გარდა ვერც ერთ საკითხს, რომელშიც შეიძლება თბილისის თვითმმართველობა, თბილისის საკრებულო ჩაერთოს და ჩაერიოს მერიასთან მიმართებაში. არ არსებობს ეს თემები. მერს აქვს უფლება რომ დანიშნოს, მერს აქვს უფლება განთავისუფლოს ნებისმიერ თანამდებობის პირი თბილისში. მერს აქვს უფლება მოაწყოს როგორც უნდა თბილისის თვითმმართველობა, ისე მისი ინიციატივა ფაქტობრივად და ეს ახორციელებს ამას. მერს აქვს უფლება ხარჯვითი ნაწილი თუ უბრალოდ მუხლში გადატანა ხდება მაშინაა რომ ერევა ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულო თუ არა ხარჯვით ნაწილზე კონტროლი. აი სწორედ ეს არის რომ ის როგორ განვითარდება თბილისში პროცესები. ჩვენ ამას უნდა მივადევნოთ ყური. ეხლა რაც არის მონიტორინგი, ცალსახად მონიტორინგთან დაკავშირებით, ცალსახად ჩვენ ამას განვახორციელებთ, მაგრამ ის რომ ჩვენ გვჭირდება აი ამ ბიმის გაჩენა, ეს არის აუცილებელი.